სიმართლე გითხრათ, მე ასეთ თემებზე არ მიყვარს ხოლმე ნაჩქარევი რაღაც დასკვნების გაკეთება, კომენტარების გაკეთება და გუშინ, როდესაც მამის პოსტი ვნახე, შემდგომ უკვე რეაქციები ვნახე ამასთან დაკავშირებით, ვითხოვე ერთგვარად, რომ ეპარქიას გაეკეთებინა განმარტება თუ რა გახდა აი ამ აჟიოტაჟის მიზეზი. Რაღაცა პერიოდის შემდგომ დამიკავშირდა ოჯახის ახლობლები და ის ვერსია, რომელსაც ავრცელებდა ყოველ შემთხვევაში თუ ეკრძნობოდა ეპარქია, ის ვერსია მომაწოდეს. საკმაოდ რთული თითქოს, რომელიც მინდა ვთქვა, რომ აბსოლუტურად წინააღმდეგობაში არის პირველ რიგში ამას ვიტყვი საქართველოს კანონთან ჯანმრთელობის შესახებ, მის 39 მუხლთან, როდესაც ყველა ქალს თავად აქვს იმისი უფლება გადაწყვიტოს, როგორ მოიქცევა კონკრეტულ შემთხვევაში. 139 მუხლთან და 140 მუხლის ამ თემას ეხება, მაგრამ არსებობს ხო ამ შემთხვევაში, როდესაც ეკლესიაზე ვსაუბრობდით, შესაძლოა ვთქვათ რაღაცაზე დაყრდნობით მიიღოს ეკლესიამ ეს გადაწყვეტილება, მაგრამ რა არის ეს? თქვენ წაიკითხეთ და საპატრიარქოს წარმომადგენლიც მიერ თქვენთვის დაბრუნებული პასუხი, რა საჭირო არის ამდენი ბურუსი, რა საჭირო არის აი ამდენი რაღაც უაზრობები, როდესაც ტემპერატურა არის ძალიან მაღალი, როდესაც საქმე გვაქვს ტრაგედიასთან და რატო არ შეიძლება ამ განცხადებების გაკეთება და რა საჭიროა მიდევნებული ლამპარი მერე რომ აი თურმე ჩვენ და რაღაცეები გახდება ნათელი, რა გახდა იმისი მიზეზი, რომ ტაძრის კარი, ეკლესიის კარი ამ შემთხვევაში დაუხურეს გარდაცვლილ გოგონას. თუ იმ ვერსიას გავყოლით მესმის მე ამ შემთხვევაში თქვენ წაიკითხეთ მეორე წერილიც, რაც საკმაოდ ტკივნეულია და ოჯახისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჯერ ერთი ეს ინფორმაცია გარეთ არ უნდა გასულიყო და ამაზე სამღვდელოებას არ უნდა ელაპარაკა. მათგან წამოსულია ესა და შესაბამისად მაგ ვერსიასაც რო გავყვეთ, ხო, ამ ვერსიიდან გამომდინარე რა მაინტერესებს რო ცოცხალი გადარჩენილიყო ეს გოგონა და შემდგომ მისულიყო ტაძარში, რა სიზამდნენ, შენდობას არ მისცემდნენ, მონანიების უფლებას აუგზავნდნენ, მაგალითად თუ ამ ვერსიას გავყვეთ. თუ არა და სასამართლოა ეკლესია, სასამართლოს ექსპერტიზის დასკვნა აქვს, მას და უკავია ხელში მოაწყვეს რაიმე სახის სასამართლო, რითაც დაუხურეს კარები. ახლა ყოველ შემთხვევაში კონტექსტი მე გუშინაც, გვიანაც და დღესაც შევეცადე გარკვეული ინფორმაციები მაინც მომეგროვებინა, მუდმივად ერთი და იგივე თემა მუსირებს, მაგრამ ეს იმდენად თითიდან გამოწვევილია, რომ ზუსტად აქცენტი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს იყო გარკვეულად მამის დასჯაც, ოჯახის დასჯაც და ასე შემდეგ, აქით მიდის ხალხი. მოდი თავი დავანებოთ იმას, რომ აქ თითქოს რაღაცა არ უნდა ვეძებოთ ბნელი კატაშა ოთახში, მაგრამ რატო ქმნიან ამ გაუგებრობას? მე ჩემთვის ყველაფერი აქ ძალიან ნათელი არის. ჩვენ ერთ რამეს უნდა დავაკვირდეთ და მე ვთხოვ ქართულ საზოგადოებას მის გონიერ ნაწილს დააკვირდით ყველა ქმედება, რომელსაც ახორციელებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და საქართველოს ხელისუფლება არის ერთმანეთთან უნისონში. ყველა ქადაგებას მოყვება ხოლმე შემდგომ საერო ხელისუფლების მხრიდან ტრანსფორმირებული იგივე შინაარსის სადამსჯელო ქმედებები. აქედან გამომდინარე, ჩემთვის რა ყველაფერი ერთმნიშვნელოვნად ნათელია. ეს არის ამ ოჯახის, ამ გოგონას დისკრედიტაცია გარდაცვლილის, ეს არის ირიბი დარტყმა მის მამაზე, ეს არის თუ სხვა რა, ეს არის პირველ რიგში ბოროტება, რომელიც ჩაიდინა ამ შემთხვევაში კონკრეტულმა ვიღაც ეკლესიის მესვეულმა. აქ საუბარია თან ბატონო ბოდიშვიხტი გაგაწყვეტნებ, ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახის პოზიცია, რომ არ დასტურდება ჯერ ერთი არაფერი. ზუსტად იმიტომ მათგან გამოსული რადგან არის მეთქი. მე მეუფე გერასიმეს თან ერთხელ ვარ შენახვედრი
მისი სამღვდელოების ანუ საეკლესიო საქმიანობასთან დაკავშირებით ახლა ჩემთვის რაღაცეები გასაგებია ის უძღვება საგარეო ურთიერთობებს და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო ურთიერთობები რა გვაქვს ვიცით მაგრამ ადამიანურად მან ჩემზე ძალიან პოზიტიური შთაბეჭდილება დატოვა და სიმართლე გითხრათ რომ დღემდე ამ წუთამდეც კი ველოდი იმას რომ ის როგორც ადამიანი როგორც ქრისტიანი როგორც ეპისკოპოსი იტყოდა რაღაცას ამ თემასთან მიმართებაში და რადგან ის ვერ ამბობს მე მიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი იმასთან დაკავშირებით რომ აქ ვერდიქტი მისზე უფრო მაღლა მყოფმა პირებმა გამოიტანეს ამ შემთხვევაში კონკრეტულად ეგზარქოსზე მაქვს საუბარი და აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ რომ აქ სადაო აბსოლუტურად არაფერი არ არის ერთია მიმართულებით მეორე თუ კიდევ ერთხელ გაიმეორებენ იმ თემას რომელიც ჯერ კიდევ დადასტურებული არ არსებობს სამეცნიერო ექსპერტიზის დასკვნა და შემდეგ გამოდის რომ ეს არის კიდევ უფრო მიზანმიმართული ბოროტება და მოდით დაუშვათ და მივყვეთ ამ ვერსიასაც კიდევ ერთხელ ვამბობ ამ შემთხვევაშიც ეკლესიას არ ქონდა მორალური უფლება იმასთან დაკავშირებით რომ ეს ნაბიჯი გადაედგა და ასე დაეხურათ კარი ადამიანისთვის ძალიან საინტერესოა მამა ექვთიმე სარალიძემ ტაძარში დასვენება შესთავაზა ქუთაისის წმინდა სამების ტაძარში გადასვენება შესთავაზა ეს რომ იყოს ასეთი ცალსახა იმ ვერსიის პირობებშიც რაც არ დასტურდება ამას არ იტყოდა ხომ მამაო და ჩვენ აი მართლაც რაღაცნაირ დასჯაზე გვაქვს საუბარი ახალგაზრდა გოგოსი იმ არა მგონია იცით რა შეასაქმე მე უნდა ერთმნიშვნელოვნად ვიტყვი რა ჩვენ გვაქვს ეგეთი შემთხვევები საქართველოს ისტორიაში სულისაც და შემდგომი პერიოდისაც როდესაც დიდი ადამიანების ზერისთვის ამაყო ადამიანების თვითმკვლელობის მომენტის ტრანსფორმაციაც მომხდარა ამ შემთხვევაში ინტერპრეტირებაც მომხდარა და იქ ვთქვათ საეკლესიო რელიგიურ ჩარჩოებში აქ ცალსახად უნდა ვთქვათ რადგან სენსიტიური თემაა ბადნოგოჩა რომ ამ გოგოს შემთხვევაში არ არის საუბარი თვითმკვლელობაზე ეს ვერსია საერთოდ არ არის არა ვინმე რომ არ დაიბნეს რადგან სენსიტიურია ამიტომ ეკლესიას კეთილი ნების შემთხვევაში ყოველთვის აქვს იმის ინტერპრეტირების უფლება ეს ერთი და ყველაზე მთავარი ვის არ აძლევენ იმის უფლებას ვის არ აძლევენ უფლებას კიდევ ერთხელ რის უფლებას არ აძლევენ ცხონების უფლებას არ აძლევენ ადამიანს ცხონების უფლებას არ აძლევენ მონანიების უფლებას არ აძლევენ გაგახსენებთ ჯვარზე მყოფ ქრისტეს სიტყვებს შეუნდე რათა არიციან რას იქმიანო ანუ მე რო ჯვარზე მაკრავენ ეს არიციან რა უბედურებას ჩადიან რო არიციან იმიტომ შეუნდეო თორე ბოროტებას რო ჩადიხარ და რო იცი რას აკეთებ იქ რა შენდობას უნდა ელოდო ადამიანი რომელსაც პრეტენზია გაქვს რომ ქრისტეს ნახურიკა ამიტომ ყველაფერი რელიგიურ პრიზმაში არ შეიძლება ამისი განხილვა კიდევ ერთხელ საზოგადოება დღეს იხსენებდა არაერთ ფიგურას რომელიც დასვენებული იყო ეკლესიაში და რომლის წარსული არ იძლეოდა ამის მოლოდინს კიდე ამასაც თავი დავარებოთ აბა მაშინ გადახსენებთ პატრიარქად კურთხევის შემდგომ ერთ-ერთ პირველ ქადაგებას ვისა რა ქვია შიო მესამესი რას ეძღვნებოდა აბორტის თემას ხო? ჯერ დედები დაწყევლა და დანაშაულა და ახლა განაჩენი გამოუტანა თუ ამ ლოგიკას მივყვებით და ეს არის ქრისტიანის საქმე ეს არის პატრიარქის საქმე ეს არის პატრიარქის დიდწულოვნება როდესაც მაცხოვარი სხვა რამეს გვასწავლის და ეს ადამიანი ყველა ქადაგებაში რო აცდენილი არის საეკლესიო სწავლებას ეს არის ქრისტიანობა და მე ახლა კიდე ერთხელ ვამბობ აი კიდე ძალიან მოზომილად მინდა ვისაუბრო იქიდან გამომდინარე რომ უდიდეს ტრაგედია აქვს ოჯახს და თქვა დედის თხოვნაც ვნახეთ ახლა და ასე შემდეგ არ არის ეს საფუძველი
არ არის ეს საფუძველი უარის თქმის. ყველაფერს ფარდა ეხდება, დიახ, ფარდა დიდი ხნის წინ აეხადა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, როდესაც სინოდის უმრავლესობა ფაქტობრივად აქ ავტოკეფალია გააუქმა. ამით აეხადა ფარდა იმ ძალადობრივი ქადაგებებით, რომელსაც ჩვენ ყოველკვირა ვიცმეთ. იმ საეკლესიო სწავლებას აცდენილი ქადაგებებით, იმ ძალადობისკენ მოწოდებებით, რომელსაც ჩვენ ყოველკვირა ვიცმეთ და ამ ბავშვის დასჯა, ამ ბავშვის, აი წარმოგიდგენიათ, ჯერ დედებ კიდე იმ ლოგიკას რომ მივყვეთ. ხო, რომელი დედა უდიდესი ტკივილით თუ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, თორე არც ერთი დედა არ მიიღებს ამას. და ესეც სიმართლე რო იყოს, ჩვენ ვიცით ამ გოგონას რაიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა წინარე პროცესი, რამე შეისწავლა. იყო პირველი, რასაც იკითხავენ ქალებს, სამედიცინო მდგომარეობა, ჯანმრთელობის მდგომარეობა იმ მომენტისთვის და არა, ესეც არ დასტურდება, ანუ ამაზეც არ არის სამედიცინო დასკვნა. რა საჭირო არის? სოფო ჩემთვის გაუგებარია, რა საჭიროა აი ამ უბედურების პირობებში კიდე ზედმეტი უბედურების შექმნა. ხო შეიძლება გაკეთდეს მარტივი ახლა უკანა რიცხვით რას მიაწერენ, მე ვიცი რა იქნება ახლა. ეს პროცესი რომ დამთავრდება, მერე დაიწყება მიგზავნები ოჯახში, მერე რაღაცეები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ნაცადი ხერხია, უკვე ჩარეული იქნებიან აქ ხელისუფლების ვიღაც გავლენიანი წარმომადგენლები და ასე შემდეგ. ეს პირიქითაც ხო ასე ხდება, ხელისუფლება რომ ვაშავებს ეკლესიის წარმომადგენლები რომ უქონავენ იქ რაღაცეებს და ასე შემდეგ. ხო ვიცით ამისი, მაგრამ ახლა პირიქით იქნება ეს ყველაფერი და პირიქით ხდება. ნუ ყოველ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ ის რაც ჩვენ ვნახეთ, ეს არის იმ ღია ქალების წყევლის და შეჩვენების შემდეგ, რაც გააკეთა პატრიარქმა, საჯარო იმის შემდეგ უკვე სიკვდილით გასამართლება ადამიანებს. დიდი მადლობა. და ეს არის დიდი უბედურება და ქრისტიანობას აბსოლუტურად აცდენილი სწავლება, რაც არის ძალიან სამწუხარო და კიდევ ერთხელ სამძიმარს ვეთყვი იმ ოჯახს და ზოგადად ქალებს ვეთყვი, თქვენი არჩევანი გაქვთ, თქვენ ღმერთთან სალაპარაკოთ არავინ არ გჭირდებათ. ისაუბრეთ ღმერთთან თამამად და ნუ შეგეშინდებათ ზოგჯერ იმ ტაძარში დასვენება, რომ და წარმოვიდგინეთ, არც ერთ ტაძარი არ არის, ხო ეკლესიის მიერ აშენებული, ყველა ხალხის მიერ აშენებულია, სად არ აძლევენ დასვენების უფლებას და ზოგჯერ იმ ტაძარში დასვენება მიცვალებულის, სადაც ასეთი მღვდლები, ასეთი ეპისკოპოსები არიან, იმას ჯობია საერთოდ ქუჩაში დაიტირო შენი მიცვალებული, მე ასე ვფიქრობ. მადლობა გოჩა მირცხულავას და სამძიმარი ოჯახს, რა თქმა უნდა. მამას, რომელიც უკრაინიდან ჩამოვიდა, სადაც მტერს ებრძვის, საერთო მტერს საქართველოს და უკრაინის და დედა, რომელიც ემიგრაციიდან ჩამოვიდა შვილის დასატირებლად და აი ეს ამხელა დისკუსია დაუხვდა წინ და ეკლესიის უარი დასვენებაზე ახალგაზრდა გოგოს